ესე იგი, როდესაც არ აკონტროლებ მოვლენებს, არ წუწუნებ გამოთმებით რაღაცაზე ცხოვრებაზე, არ ეჯაჭვები რაღაცებს, ან ვიღაცებს. ცხოვრება სამყარო დაუბრკოლებლად იმას გაძლევს, რაც გჭირდება. ამ შენ სასიკეთოდ იწყებს მოქმედებას. ჩემ თავზე იმდენჯერ მაქვს დაკავებული, მართალია ყოველთვის ეგ არ გამომდის, მაგრამ რამდენჯერაც ეგ გაცნობიერება მოსულა ჩემთან რაღაც რთულ სიტუაციებში, იმდენჯერ კარგი ამბები მომხდარა ჩემს თავს. ძალიან მინდა რომ სულ ეგრე ვიყო, მაგრამ არ ვარ ყოველთვის. მაგრამ ესეც პროცესია. ჩემი ფიქრები. და კიდევ ერთი მინდობა არ ნიშნავს, აი მინდობილი რო ხარ უბრალოდ რომ მოიშვები, არ ნიშნავს უმოქმედობას ან დანებებას. პირიქით, მინდობა არის უდიდესი ძალა და შინაგანი რწმენა, ცოდნა, რომ ყველაფერი ჩვენთვის კეთდება და ყველაფერი დაალაგდება აუცილებლად. ანუ შენი ამოცანა არ არის რომ რაღაცები აკონტროლო, შენი ამოცანა არის ირწმუნო, რომ სიყვარული და სინათლე უკვე ისედაც შენში არის. მინდობა ნიშნავს სიმშვიდეს და სიმშვიდიდან მოქმედებას.